მაკა ფურცხვანიძემ თავის ოცნებას 2 დღის წინ ფრთები შეასხადა ცნობილი რუსი მხატვრის კონსტანტინე მაკოვსკის ერთ-ერთი ცნობილი პეიზაჟი სახელწოდებით ბავშვები გაურბიან შტორმს ტილოზე გადაიტანა. ამბობს, რომ ასეთი მხატვრის შემოქმედებასთან ზიარება ძალიან საპასუხისმგებლო და ორმაგად რთულია. დადარო შემექმნა და კომპიუტერში შემთხვევით აღმოვაჩინე სქემა. და სავარაუდოდ მაქსიმუმი 2 კვირა დაჭირდება ამ ნაკარგის შექმნას, რადგანაც მუშაობ კომპიუტერით და საკმაოდ რთულია აქედან თითეული დეტალის ამოღება. ახლა მაკას სახლის კედლებს ნაქარგი პეიზაჟები, ნატურმორტები, ბისერებით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები ამშვენებს. მან ხელოვნების მოყვარულებს და მეგობრებს თავისი ნამუშევრების ნაწილი უკვე უსახსოვრა. ერთგვარი განტვირთვა არის სკოლიდან და ოჯახური მდგომარეობიდან ჩემთვის ეს ქარგვა და ბისერზე მუშაობა. აუცილებლად განვაგრძებ, იმიტომ რომ რაღაც თითქოს ეს არის ჩემი ნაწილი, ჩემი ცხოვრების ნაწილი და ამიტომ ვეცდები რომ არ შევეშვა და გავაგრძელო ისევე ქარგვა. მაკა თვითნასწავლი ხელოვანია და ამ საქმით ბავშვობიდან დაინტერესდა. ხატვა, ქარგვა და ბისერზე მუშაობა დედისაგან შეისწავლა და 24 წლის ასაკში პროფესიულ დონეზე დაეუფლა. ქარგვის დროს ყველა იმ კითხვას სცემს პასუხს, რომელსაც ცხოვრებაში ხვდება. მისი ემოცია ტილოზე ფერადი ძაფებით გადააქვს და უძილო ღამეების შემდეგ, როდესაც სასურველ შედეგს ხედავს, ამბობს, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. როცა მაგ ქარგვაში ჩავარდნა ქარგვის ხელოვნებაში, მაშინ ვარ გადართული ბისერზე და ლენტებზე, ანუ ახალ ინოვაციებს ვეძებ, მაინტერესებს რა გამომივა და მე ვჩერდები, როცა უკვე შედეგს მივიღებ. მაკა ფურცხვანიძემ პედაგოგიური საქმიანობა 10 წლის წინ დაიწყო. ჭიათურის მეოთხე საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგანს ასწავლიდა. ახლა პროფესიით ბიოლოგი ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. მოსწავლეები და კოლეგები მაკას დადებით პიროვნება დაფასებენ და მის ნამუშევრებსაც კარგად იცნობენ. მაკა მასწავლებელი არის ძალიან კარგი მასწავლებელი. მან ძალიან შეგვაყვარა ეს საგანი და ყველაფერს აკეთებს რომ გავიგოთ. მსმენია რომ ძალიან კარგად ხატავს და ქარგავს. მაკა მასწავლებელი არის გამორჩეული მასწავლებელი. ხატავს არაჩვეულებრივად, ქარგავს და ქსოვს. მას ასევე ქონდა გამოფენა. ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ეს არის აჯერ კიდე მანამდე სანამ მასწავლებელი გახდებოდა და ჩემი კოლეგა და ვიცოდი მისი შემოქმედებითი უნარების შესახებ თავიდანვე რომელიც გააჩნდა, ძალიან კარგად ხატავს კლასების ფორმებაში, გალამაზებაში თუ რაიმე გვინდა შემოქმედებითად შევქნათ ახალი, აი ამაში ყოველთვის გვერდით გვიგას. გასულ წელს მაკა ფურცხვანიძის პერსონალური გამოფენა ჭიათურაში რიტუალების სახლში პროექტის ფარგლებში ქალაქი, რომელშიც მე ვცხოვრობ მოეწყო. გამოფენაც რომელზეც ვიყავი და რომელიც ვნახე, ჩემთვის უკვე მაკას შემოქმედების ესეთი გვირგვინივით იყო, იმიტომ რომ კიდე არ ვიცოდი რომ ამდენად კარგად შეეძლო ამ ყველაფრის ორგანიზება, ესეც კარგად გამოუვიდა და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ ასე გააგრძელებს თავის შემოქმედებით საქმიანობას და ყველაფერი კარგად გამოუვა. პერსონალურ გამოფენაზე აღმოჩნდი სრულიად შემთხვევით ქეთინო ტაპატაძის დიდი დაჟინებული თხოვნით და აქტიურად იყო ჩართული ამ ჩემი ხელოვნების ნიმუშების ჩვენებისთვის და მოვაწყო გამოფენა პლუს იყო ბავშვების მეოთხე საჯარო სკოლის ბავშვების დაჯილდოება. პროფესიით ბიოლოგი პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ხელსაქმით მუშაობას განაგრძობს და როდესაც ახალ ნამუშევრებს პირად კოლექციას შემატებს, თანაქალაქელებისთვის მასშტაბურ გამოფენას კიდევ მოაწყობს.